მოგესალმებით, მეგობრებო. საინტერესო ვიდეო მინდა დღეს ჩაგიწეროთ. ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპები ასტროლოგიაში როგორ ჩანს. როგორ შეგვიძლია დავინახოთ, რომელ ფაზაში არის ადამიანი ან გაჭედილი, ან რა ფაზაში ქონდა უკმარისობის შეგრძნება, ან პირიქით რა იყო ჭარბად მისთვის, ხო? და ძალიან გავს, ეს მე რაზეც მუშაობ კარმულ ასტროლოგიაში, ასტროფსიქოლოგიაში, ძირითადად რა ეს დანაკლისების ენერგიები დავინახოთ და როგორ შეავსოს ადამიანმა ეს დანაკლისები, ხო? ან პირიქით ჭარბი მიცემის შედეგად რა უნარები დაიკარგა და როგორ უნდა აღადგინოს ეს ბალანსი, ხო, შიდა ემოციური, ფსიქოლოგიური ბალანსი. აი ამ თემაზე მინდა ცოტა რომ გავშალო. მინდა დღეს გელაპარაკოთ. აი ჩემთვისაც ძალიან საინტერესო არის, როდესაც ახლა ფსიქოლოგიურად ვცდილობ ხოლმე გავაანალიზო პირად რუკაში რა გვიჩანს. ისეთი, რომ აი ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ პირადი რუკა მაგალითად უბრალოდ შეიძლება ზოგადი პოტენციალი იყოს ადამიანის გადმოცემული, თუმცა მან შეგვიძლია გაცილებით ღრმად დავინახოთ ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა, მთელი აი დაბადებიდან მოყოლებული როგორ განვითარდება. ფაქტიურად პირად რუკაში ჩანს ადამიანის მთელი შინაგანი ფსიქოლოგიური პორტრეტი და ამ პორტრეტზე როგორ უნდა შემდგომ მომავალში იმუშაოს, მაგალითად, ხო? აი ესე ძალიან კარგად შეგვიძლია დავინახოთ რუკიდან. მაგალითად, ფროიდს აქვს ძირითადი, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანზე ვილაპარაკებ დღეს, მაგრამ ფსიქოსექსუალური განვითარების ძირითადი ეტაპები აქვს აღწერილი. მაგალითად, არის ორალური ფიქსაცია, ესე ტერმინი, მაგალითად, ფროიდის. ეს ვითარდება 0-დან წლინახევრამდე დაახლოებით და ფროიდი უკავშირებს ამას დედასთან ურთიერთობას, ეს არის, თქვა, ზუზუზე მიჯაჭვულობას, ანუ პირის ღრუდან შეიცნობს სამყაროს ბავშვი და მან ხდება მთავარი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ჯანსაღი მიჯაჭვულობა, ესე რომ ვთქვათ, დედასთან და ეს პირის ღრუ გარკვეულწილად იღებს აი ეს გემოების გასინჯვაც, ხო? აი ეგ პერიოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებაში და არ უნდა მოხდეს მან და მაგალითად ორალური ფიქსაცია, თორე შემდგომ არის, ფსიქოლოგიურად შეიძლება დაერღვეს ადამიანს როდესაც შინაგანად სულ დედას ეძებს, მაგალითად, სულ აქვს მოთხოვნილება ადამიანს, რომ ვიღაცა ყავდეს გვერდში და დაეყრდნოს, იმიტომ რომ დამოუკიდებლად შეიძლება ეს პრობლემა ქონდეს უკვე ფსიქოემოციურ დონეზე, დამოუკიდებლობის პრობლემა. ამ პერიოდში თუ არის დარღვევა, შეიძლება გამოვლინდეს მაგალითად გადაჭარბებული ჭამა, ანუ აი, ფროიდი თუნდაც რომ სუსიკარას ეწეოდა, ფსიქოლოგები ამას ამბობენ, რომ ნებისმიერი პირთან დაკავშირებული პრობლემები, კვება, კვებითი აშლილობები მაგალითად, გაუთავებლად რომ ლაპარაკობს ადამიანი სიტყვაზე სასუნთქი გზებიც არის მან ჩართული ამ ფსიქოლოგიურ პორტრეტში. და ეს არის მოთხოვნილება, რომელიც ვერ დაკმაყოფილდა იმ პერიოდში. ფროიდისეულად ეს არის, რომ შეიძლება მაგ დროს მოშივდა ბავშვს, არ აჭამეს, ან დედა აკლდა, მაგალითად, ხო, რაღაცა დაირღვა მან. აი ასტროლოგიურად რო შევადაროთ ეს, როდესაც პირად რუკაში ჩვენ გვაქვს კირჩხიბის, ან თარის ენერგია, ან მეოთხე სახლის ენერგია დაზიანებული, ესე ვიძახით, იქ ფაქტიურად ცოტა ვენერას ენერგიაც გადის, იმიტომ რომ ვენერა სიამოვნებებთან არის, კვებასთან არის კავშირში, მეორე სახლის კვებასთან არის კავშირში და როცა ვხედავ აი ამ დარღვევებს, ოღონდ აი უფრო ისეთი უსაფრთხოება არის, უფრო ვენერა, ოღონდ უსაფრთხოება კვებითი, რომ აი მე სადღაც საფრთხე შემექმნა, რომ საკვები დამაკლდა. ეს უფრო ვენერას ემოციასთან არის კავშირში და კერჩხები ეს არის უშუალოდ რომ ზრუნვა აკლდა, დედა აკლდა ბავშვს. შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ რაღაც ფსიქოლოგიური კუთხით იყო ეს დიდი დანაკლისი. და ხშირად, როდესაც არის ან თვარე სატურნის კავშირი, ან შეიძლება იყოს კავშირი მეოთხე სახლი არის დაზიანებული, ან კირჩხიბში არის გადატვირთვა პლანეტების და შესაბამისად ან ნეგატიური ასპექტები არის ტენდენცია ამისი, რომ იყოს ფსიქოლოგიურ ენაზე ეს ორალური ფიქსაცია. რომელიც შემდგომ ძალიან გამოხატულად ჩანს ხოლმე ეს ადამიანი, რომელ ფიქსაციაში არის გარკვეულწილად, იმიტომ რომ აი ესე ადამიანი, რომელიც მაგალითად ესე ფსიქოლოგიურად დედას ეძებს,
ქალებთან უნდა ურთიერთობა მაგალითად უმეტესად ხო ან ყვებითი პრობლემები აქვს აი სულ ჭამს ვერ ნაყრდება ან დაწყნარება საკვებში ეძებს ხო აი ქალების განსაკუთრებით ქალებს ტკბილისკენ ანუ ხალი ტკბილის ჭამით უმკლავდება სტრესს კაცის ასმელით ხო ესეთი ეს არის ჩვენთან ბალანსი ესე რომ ვთქვა და ეს არის როგორც წესი ორალური ფიქსაცია ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ჩვენთან ეს არის კირჩხიბისა და ნუ მაგალითად კუროს ნაკლებობა ხო ეს ორივე ერთად არის დაკავშირებული ჩვენთან აი იმ საკვების და უსაფრთხოების დედის ზრუნვის ენერგიასთან ხო აი თუ არის მარტო კირჩხიბული ენერგია დაზიანებული მთვარე სატურნი ხშირად კვადრატურა შეერთება ეს როგორც წესი არის აქ ორალური ფიქსაციის პრობლემა რომელიც მე ან ჭარბწონაში გადადის ან ყვებით აშლილობებში სხვადასხვა კუთხით ზოგჯერ გაუთავებელ ლაპარაკში ესე წერია ფსიქოლოგიაშიც თუმცა ჩვენთან ცოტა მერკურული ენერგიაც არის ლაპარაკი მაგრამ მაინც ეს არის აი რაღაცნაირად რომ მინდა შევიფსო რაღაცა ხო აი ჭამით საუბრით მაგალითად მინდა შევიფსო რაღაც დანაკლისი რომელიც არაცნობიერ დონეზე 0-დან წლი ნახევრამდე დაახლოებით მე შეიძლება დამაკლდა კარმულ ასტროლოგიაში ეს ცოტა სხვანაირად ჩანს ეს ნიშნავს რომ განამართლა რაღაცა მოხდა ისეთი აქ უკვე სულს აქვს ეს დანაკლისი ძალიან ბევრი ინკარნაცია და მოდის იმ გარემოში, სადაც ეს ასევე ნაკლებობაში არის. ეს დედის და ქალის ენერგია, ზრუნვის ენერგია ოჯახში არ იყო და ის იმიტომ რომ ზუსტად ძალიან ბევრი ცხოვრება არის ამ ენერგიაში არის გაჭედილი თითქოს სული, ესე ვამბობთ ხოლმე კარმულ ასტროლოგიაში. ოჯახურ სცენარების ფსიქოლოგიაში ეს ვამბობთ, რომ აი გენეტიკური ხაზით ეს პრობლემა არის სადღაც, ხო? აი დედა შვილს შორის ჩამოყალიბებული ჯანსაღი ურთიერთობა არ ხდება და აქ არის რაღაც სცენარი ოჯახური, ესე არის უფრო ფსიქოლოგიურად. შემდგომ არის პერიოდი უკვე ანალური ფიქსაცია, ესე ეძახდა ფროიდი ამას. ეს არის, როდესაც ბავშვი სწავლობს კონტროლს, უკვე მარტივენაზე რო გითხრათ, ეს ტუალეტის მიჩვევა მაგალითად, ხო? თავშეკავებას რო სწავლობს ბავშვი, სირცხვილის შეგრძნებას რო სწავლობს, რო აი ეს უკვე ესე არ მოიქცე, თორე სირცხვილი არის. უკვე სოციალურ უნარებს სწავლობს, ეგ ბევრი შეზღუდვები არის, ხო? რაღაცნაირად უკვე შემოდის ბავშვთან სოციალიზაცია და უკვე არის აქ თვითკონტროლის სხვადასხვა მეთოდით უკვე რაღაც ისეთი უნდა დაისწავლოს უკვე ხო ეს მომენტი. აქ ჩვენ ასტროლოგიაში ამას უფრო პლუტონურ და სატურნულ ენერგიას ვიძახით, აი თქვათ თუ მთვარე და ვენერა გავს ენერგეტიკულად, ხო რაღაც კუთხით უსაფრთხოებასთან არის ორივე დაკავშირებული. პლუტონი, სატურნი ჩვენთან თითქოს ენერგეტიკულად სხვადასხვა არის, მაგრამ ორივე რაღაცნაირად შეზღუდვასთან და კონტროლთან არის კავშირში და აი ეს ანალური ფიქსაცია როგორც წესი დაზიანებული სატურნი, დაზიანებული პლუტონი მაგალითად შეიძლება ეს გამოვლინდეს და შეიძლება იყოს განცდა რომ სატურნულ ენერგიაში ეს არის წესრიგი ეს არის ფსიქოლოგიურ ენაზე რო გითხრათ ობსესურ კომპულსური ხასიათი შეიძლება რაღაც ეპიზოდი იყოს საშლილობის მაგრამ შეიძლება ეს იყოს ხასიათი რომ მე თუ არა მაქვს წესრიგი მე ესე ვერ ვაკონტროლებ ჩემ თავს ხო ან ესე ვერ ვხედავ როგორ შემოვიდე მატერიაში ხო რაღაც შეზღუდვები და კონტროლი არის საჭირო აქ პლუტონიც და სატურნის ორივე ერთად არის როგორც წესი საერთოდ რაღაც სხვა პერიოდში არევები ყველას გვაქვს ცოტა დაზიანებები განაჩნია წამყვანი რომელი ფაზა არის აქ ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვათ იქ შავი მთვარის თუ სატურნული ენერგიის კუთხით კირჩხიბული ენერგია არის ხო აქ როგორც წესი ეს არის სერიოზული პრობლემები გააჩნია რუკას ეს ორალურ ფიქსაციაში. ანალურ ფიქსაციაში ეს არის უკვე ძალიან დაზიანებული პლუტონი, მაგალითად მე ყველაფერს უნდა ვაკონტროლებდე, ან სატურნულად ზღუდავ ჩემ თავს და მთლიანად ბოჭავ ჩემ თავს, ან პლუტონურად მე მინდა გავლენა მქონდეს ხვებზე მაგალითად, ხო? ან ეჭვები შეიძლება აქ შემოვიდეს, შეიძლება აქ შემოვიდეს უნდობლობა გარემოს მიმართ, ან ბრძოლა გარემოსთან მაგალითად, ხო? აი ეს ყველაფერი ყალიბდება, ეს ძალიან მოკლედ გიხსნით აქ, უბრალოდ აი ასტროლოგიურ კომბინაციებში სად შეგვიძლია ჩვენ გავიდეთ, რა შეგვიძლია რუკიც დავინახოთ, აი ამას გიხსნით, ხო?
და ამ შემთხვევაში აი ეს ანალური ფიქსაცია როგორც წესი არის კონტროლთან და შეზღუდვებთან დაკავშირებული. ესეთი ადამიანები აი ძალიან თუ არიან ფიქსაციაში, რომ არ შეიძლება, აი ეს პერიოდი თუ იყოს ძალიან გამოკვეთილი ამ ასაკში, უკვე ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს სირცხვილის გრძნობა, დანაშაულის შეგრძნება აკიდებული. ეს ყველაზე ისეთი გამოხატული არის და ჩვენთან ასტროლოგიაში ხა სატურნი და პლუტონი ეს ორივე ერთად დანაშაულის შეგრძნება და სირცხვილი. სირცხვილიც სატურნი არის, დანაშაულის შეგრძნება აკვიატებული, ისეთი აკვიატებული ფიქრები, აზრები ეს პლუტონური ენერგია არის ჩვენთან, ხო? დასჯის შიში სატურნი არის ეს ჩვენთან პლუს, ხო? ანუ სადღაც დავისჯები. ეს არის ფსიქოლოგიურ ენაზე ანალური ფიქსაცია, როგორც წესი, მაგ ასაკში რაღაცა იყო დარღვეული. კარმულ ასტროლოგიაში რო წავიდეთ, ეს არის სატურნული ენერგია თუ იქნება ეს, ხომ? ეს არის სოციუმთან რაღაცნაირი დაჯახება, ხო? რომ აი მე შევრცხვები რაღაც რო გავაკეთო ისე, როგორც მე ჩემ თავს ვერ მიცემ ამის უფლებას. ანუ მე ჩემ თავს თუ პატივს ვცემ, მე სოციუმთან ურთიერთობაში პრობლემები არ უნდა შემექმნას, ან არ უნდა შევრცხვე. კარმულ ასტროლოგიაში სატურნული ენერგია ყოველთვის უკავშირდება და პლუტონური სხვათა შორის რაღაც გავლენებს, ალაუფლებებს წინა ცხოვრებაში, ავტორიტეტობას, რომ რაღაც ავტორიტეტი იყო ადამიანი, გავლენიანი ფიგურა იყო და მას არ ჰქონდა შერცხვენის უფლება. და განსაკუთრებით ანალური ფიქსაციის ასაკში ეს არის ძალიან გამოხატული, ვთქვათ, ფროიდისეული ფსიქოლოგიას თუ შემოვიშველიებთ და მაგ პერიოდში რა თქმა უნდა რაღაც იქნება დარღვევა, ოღონდ ეს იქნება უფრო ადამიანის ფსიქიკის მდგომარეობა, აი განწყობის თეორიაში რო წავიდეთ, მაგალითად უზნაძის განწყობის, ანუ ისი განწყობა არის უკვე წინასწარ განწყობილი არის ამისთვის, რომ შემდგომ აი ეს ფიქსაცია განსაკუთრებით მძაფრად აღიქვას. ესე უფრო კარმული ასტროლოგიით ვიტყოდით, უფრო სხვა სიბტყეში რო შევხედოთ, ესე ვიტყოდით, იმიტომ რომ აქტიური სატურნი, ან აქტიური თხისქა, ან აქტიური მეათე სახლი, ეს ყოველთვის დაკავშირებული ავტორიტეტებთან, სირცხვილთან, სხვათა შორის თავად ფროიდის თემატიკაც შეგვიძლია რომ ავიღოთ, რომ მას ჰქონდა იქ მარსიანული ენერგია, იყო ლილითთან ჩართული და მას ჰქონდა ესეთი რაღაც ისეთი ავტორიტეტების მიმართ, მამის მიმართ, ხო, მამასთან ჰქონდა სერიოზული კონფლიქტი, სერიოზული დაპირისპირება და ფსიქოლოგები ამბობენ, მთელი ცხოვრება მამას ეძებდაო, სხვადასხვა მეებში, მასწავლებლებში, თუ მე თვითონ მოუწიაო მასწავლებელი გამხდარიყო, ან მამა გამხდარიყო თავის მოსწავლეებისთვისო, ხო? ეს როგორც წესი ასტროლოგიაში ჩანს ეს სცენარი, მაგრამ აი ესეთი ფიქსაციები, როგორც წესი ჩვენთან აქტიური პლუტონური სატურნული ენერგია არის, რომელიც კარმული ასტროლოგია ცოტა სხვანაირად უყურებს. ეს უყურებს, რომ წინა ცხოვრებებში იყო უკვე ეს გამოცდილება და მასში განვითარდა ეს გამოკვეთილად ესეთი ავტორიტარული ფსიქოტიპი და ყველაფერს უკვე თავის აღარ აძლევს უფლებას, რომ რამე შეეშალოს და იწყება უკვე თვითგვემა, თვითდასჯა, რომ მე არ ვპატიებ ჩემ თავს. სატურნი ჩვენთან ეს არის რაღაც კოლექტივ, საზოგადოებაში, სოციუმში გაზრდილი ეგო და გაზრდილი მოთხოვნები, რომ მე აქ შეოცდომელი უნდა ვიყო. შესაბამისად, აი ესეთი ფიქსაციები განსაკუთრებით ბავშვი იქნება მგრძნობელობაში მეტად ასეთ ფიქსაციებში. არის შემდეგი ყველაზე ესეთი აქტიური, ასევე ფალოსურ ფაზას ეძახის, აქ ფროიდი, ეს არის 3-დან 5 წლამდე, 6 წლამდე, ბოდიშით, ეს არის განვითარების უკვე ფსიქოსექსუალური ენერგიის განვითარება ბავშვში და აქ ხდება ამ პერიოდში თუ რაღაცები არ წავიდა ისე განვითარების ეტაპი როგორც უნდა განვითარდეს, აქ შეიძლება ფიქსაცია მოხდეს აი ამ სექსუალურ ენერგიაზე, მაგალითად ფროიდისეულად და ფსიქოლოგიაში ახლა როცა ზედმეტად ან გამომწვევად, ან ზედმეტად სექსუალურად იქცევა ადამიანი, კაცი ქალი არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ეს არის უკვე ფალოსურ ფაზაში გაჭედვა. ხო? ეს არის რაღაც
გადაჭარბებული, ანუ იქ რაღაცა დაირღვა, იქ რაღაცა არ იყო კარგად. შესაბამისად, ვითარდება ფსიქოლოგიურად რა, რომ ქალების შემთხვევაში მათ ჭირდებათ რაღაც ძლიერი მამაკაცი, რაღაც ისეთი სუპერ გმირი, ესე რომ ვთქვათ. ეს არის მეორე კუთხით შეიძლება გამოვლინდეს იმპერატიული ხასიათი, რომ აი თვითონ შეიძლება იყოს ცოტა ეს ნარცისულ ველს რო ეძახიან, ხო? იდეალიზირება ვიღაცების და მე დამსხრევ ამ იდეალების. ხო, სხვათა შორის ეს ფალოსური პერიოდი ასევე ჩვენთან მარსთან და პლუტონთან არის გარკვეულწილად კავშირი, იმიტომ რომ ორივე სექსუალური ენერგია არის ჩვენთან, მზეც არის იქ ჩართული, როგორც მაგალითად ავტორიტეტებისადმი უფრო აი ესეთ მამასთან ბრძოლა არის, ხო, აქ ფალოსურ პერიოდზე ფროიდი ამბობს, რომ ეს არის გარკვეულწილად. ნუ შემდგომ დარღვევები რო ხდება ამ პერიოდში, ეს არის უკვე კასტრაციის შიში, ესე რომ ვთქვათ ტერმინით. და სიამოვნებაში ჩვენთან ასტროლოგიურად ეს არის მარსიანული ენერგია. ეს არის მზის ენერგიაც და პლუტონური ენერგია და როცა აქ არის რაღაცა პრობლემები აქ შეიძლება გამოვლინდეს ეს ფიქსაცია სექსუალური ენერგიასთან ფიქსაცია შეიძლება კონდეს აგრესია ადამიანს ოღონდ თუ არის სექსუალურ ფიქსაციაში გავნვითარებული ნეგატიური პროცესი ეს შეიძლება იყოს პირიქით ჩახშული სექსუალური ენერგია საერთოდ, ხო? მამაკაცებშიც ან ქალებშიც, მაგალითად შეიძლება ეს აკრძალვები, სექსუალური აკრძალვები, ან მორალური ნიადაგზე, ან ოჯახი არის ზედმეტად კლასიკური ესეთი წესიერი და უკვე ჩემი არაცნობიერი კეტავს ამ ფაზას, საერთოდ შეიძლება გარემოდან არ იყო და აქ იყოს რაღაცა შიდა არაცნობიერში მიმდინარე პროცესები და ესეთი კაცი შეიძლება გახდეს ძალიან აგრესიული, მაგალითად, ვერ ხდება რატო არის აგრესიული. ქალი შეიძლება ზედმეტად სექსუალურობისკენ მიდრეკილი გახდეს ან პირიქით ზედმეტად არასექსუალური, ხო? ანუ ესეთი ეტაპები ჩვენთან არის უფრო მარსიანულ პლუტონური. ეხლა როცა არის მაგალითად ესეთი გამოკვეთილს გეუბნებით ოღონდ, გამოკვეთილი აი შავი მთვარე ვერცხლში რო ავიღოთ, ხო? აი ეს შეიძლება იყოს უფრო ფალოსურ სტადიაში გაჭედილი ადამიანი ფიქსაციაში, ხო? ეს არის ზედმეტად აგრესიული ადამიანი. შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტს გეუბნებით, თორე საერთოდ ცოტ-ცოტა ყველას რაღაცა გვაქვს. უბრალოდ აი ამ კომბინაციებში ჩვენ შეგვიძლია უკვე დავინახოთ განსაკუთრებით, ხო, იქ სატურნი არის ვერძის და მარსთან კვადრატში მაგალითად, ან მარსი არის კვადრატებში, ხო, სადღაც უკვე უბრალოდ სიმძიმე გააჩნია რუკაში, როგორ არის უკვე, შეიძლება ის უკვე ძალიან გამოხატულად მძიმე იყოს, ხო, რაღაცა ნაკლებად მძიმე იყოს და ავტორიტეტებთან ბრძოლა აქვს ხშირად, აი ვერძულ ენერგეტიკაში, როცა არის გაჭედილი ადამიანი ან მარსიანულ ენერგეტიკაში, ეს არის სექსუალური გამოხატულება, ან ენერგიის გამოხატვის შიში, ან კომპლექსი და აქედან გამომდინარე შეიძლება ეს იყოს უკვე რაღაცნაირად ან ჩახშობილი აგრესია, ან გამოხატული აგრესია, ხო? იმიტომ რომ მაგ თვითონ ეს ჩვენთან ეს კომბინაციები მარსიანული ენერგია ეს ანუ აგრესია და სექსუალურობა ეს ერთი თემა არის მარსის შემთხვევაში პლუტონი ეს არის ცოტა კიდევ აი მოდით ესე რომ ვთქვათ ანალური და ფალოსური ფაზა ერთად ფსიქოლოგიური ენაზე რო გითხრათ პლუტონური ენერგია როცა არის დაზიანებული მაგალითად მაგრამ უფრო ანალურ ფაზას ჩავთავდი აქ პლუტონს იმიტომ რომ ეს თვით კონტროლთან არის კავშირში და პლუტონი უფრო ეს ენერგია არის და აი ფალოსური ფაზა სუფთა მარსიანული ვერძული ენერგეტიკა არის ეს თუმცა სექსუალური ენერგიის სახით ოღონდ უფრო მარსიანული სექსუალური ენერგია და არა პლუტონური სექსუალური ენერგია, ხო? იმიტომ რომ პლუტონიც თავისთავად არის სექსუალური ენერგიის მქონე, ოღონდ უფრო ცოტა სხვა კუთხით, უფრო ისეთ ენერგეტიკულ დონეზე, მარსიანული ეს არის უფრო აი პრიმიტიული სექსუალური ენერგია ადამიანში და არა იქ რაღაცა ისეთი მიზნებში გადამისამართებული, ხო, ესე რა ვთქვათ. ამიტომ, როდესაც აი ასეთ კომბინაციებს რო ვუყურებთ, ხო, განსაკუთრებით ძალიან კარგად ჩანს აი ეს ფროიდისეული ფიქსაციები, რომელიც კარმულ ასტროლოგიაში ხო გეუბნებით, ეს ვამბობთ, რომ ეს არის წინა ცხოვრების ისტორიები და არ არის შემთხვევითი, მაგალითად,
თუმცა ძალიან კარგად გვეხმარება პირადი რუკა თავიდანვე რომ გავიგოთ ახლა მაგალითად თუ ხედავ რომ ახლა ბავშვს მარსიანული ენერგია აქვს დაზიანებული, ვერძის ენერგია აქვს დაზიანებული, უკვე ვიცი რომ აი რაღაც მაგ ფაზაში 3-დან 6 წლამდე ასაკში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ, ხო? ან რაღაც შეზღუდვები შეიძლება არ დაუწესოთ ისეთი, ან აგრესია არ გამოვავლინოთ გარემოსთან, ხო? აი კარგად შეიძლება ამის პროგნოზირება, ამაზე მუშაობა და ჩვენ თავზეც დაკვირვება რა სად გვაქვს ეს ენერგია, ხო? ახლა ჩემთან ხშირად უფრო მხდებიან ხოლმე ან კვებითი აშლილობით, ან აი რაღაცნაირად რომ მინდა ან სიგარეტს ვეწეოდე, აი ხა ისტერიულად თუ ადამიანი ეწევა აქრობს, აქ არის უფრო ასტროლოგიურად რო ვთქვათ, დედის ნაკლებობა, ხო? აქ არის უფრო უსაფრთხოების ნაკლებობა, შინაგანად უსაფრთხოების ნაკლებობა, იმიტომ რომ დედა არ იყო სადღაც. იმის ფროიდისეული ფსიქოტიპით თუ შევხედეთ, ეს იყო მართლა იმ მომენტში, როცა იყო ბავშვის განვითარება ყველაზე ისეთ ფაქის პერიოდში, მაშინ მოხდა რაღაცა დააკლდა სერიოზულად, ან ტრამვა იყო რაღაც სერიოზული, ხო? ან შეიძლება ბავშვს რაღაც ისეთი ავად გახდა და სამწყობოში იწვა და დედასთან არ ქონდა რაღაც ეტაპზე კონტაქტი სიტყვაზე, ხო? ან დედამ დატოვა რაღაცა 2 თვით და ეს ბავშვი დიდხანს ტიროდა ხოლმე, ან საჭმელი საკმარისად არ ქონდა. ეს ფსიქოლოგიური გაგებით. კარმული ასტროლოგია კიდევ უფრო ღრმად მიდის და ამბობს, რომ ეს არ არის. ანუ კარმული ასტროლოგია იცით როგორ ამბობს, რომ აი ჩვენ თუ გვაქვს რაღაც ფსიქოლოგიური დაცვა სხვადასხვა სიტუაციებში, ხო? კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ ეს არის წინა ცხოვრებებში გამოვლენილი, დახურული გეშტალტი, ესე რომ ვთქვა, დახურული მოვლენები, რომელზეც მე აღარ მაქვს უკვე ემოციური რაღაც კავშირი ამ ყველაფერთან და შესაბამისად ჩემი ფსიქიკა იცავს თავს და მე აქ არ ტრიგერდები. აი, რაც პირიქით კარმული ასტროლოგია ამბობს, რაც წინა ცხოვრებებში კარმულად ქონდა დანაკლისები ადამიანს, ეხლა შეიძლება ძალიან ადვილად დატრიგერდეს ამ ყველაფერზე. ოდნავ ნაკლებობაც კი მისთვის უკვე პრობლემა იყოს. ასევე არის ფროიდიც ამბობს მაგალითად გადაჭარბებული ზრუნვა, როდესაც არის ჰიპერაქტიული მშობელი, სულ მიჯაჭვულობაში არის ბავშვთან მაგალითად და გადამეტებულ ზრუნვას აძლევს, ხო? აი ეს ფაზა ახლა ჩვენთან როცა შავი მთვარე არის დაზიანებული, ან კირჩხიბულად, ან მეოთხე სახლში, ის იწებებს უკვე ოჯახი ძალიან ასეთ ბავშვს და მერე დამოუკიდებლად უჭერთ უკვე, ანუ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასეც და ისეც არის ბავშვის პოზიციაში, ასეც და ისეც ოჯახი მინდა. არ აქვს მნიშვნელობა ჭარბად იქნება ეს თუ დანაკლისად იქნება. ისიც რო გითხრათ, რომ აი როგორ შეიძლება ასეთ ბავშვთან ურთიერთობა, ძალიან სერიოზული ბალანსი არის საჭირო. იმიტომ რომ თვითონ ესე იგი ოჯახს აქვს ტენდენცია, რომ ეს რაღაცები გადააჭარბოს. ეს ზრუნვაში ან გადააჭარბოს, ან დააკლოს, ან ზომიერება თვითონ ოჯახმა არის ის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ზომიერების თვითონ ოჯახმა რომ ისწავლოს თვითონ ეს ზომიერება, ხო? ხშირად რომ მოდიან ხოლმე ჩემთან ბავშვის რუკას რო გავდივართ, აუცილებლად მშობლის რუკასაც გავდივარ, იმიტომ რომ ძირითადად ამ ბავშვის რუკაში არის ანარეკლი მშობლის პრობლემების და მშობელმა უნდა იმუშაოს თავის რუკაზე, თავის პრობლემებზე და ავტომატურად ბავშვს ბევრი რაღაცა დაულაგდება და ბავშვი თავზე კი არ მიყვება, მე სინამდვილეში თავის მშობელზე მიყვება. ეს არის საინტერესო, ხო? იქ კირჩხიბული ენერგიები ეს უკავშირდება და ქალური ენერგეტიკა დედის ენერგეტიკას, მამაკაცური ენერგიები მამის ენერგეტიკას და ორივე მშობელი რა ჭირდათ მშობლებს ეს ჩანს ბავშვის რუკაზე. შესაბამისად, ბავშვს აქვს პრობლემები, ეს უკვე შედეგად იმისი, რომ მშობლებს ჰქონდათ პრობლემები და აი ჩემს თავზე სამუშაოდ ჩემთვის ფანტასტიკური საშუალება იქნება ბავშვის რუკა მაგალითად, ხო? ის პირდაპირ მაჩვენებს მე სად რა დავაკელი. ეს არ არის რომ ბავშვი მოდაესიზმრა, მოელანდა და ის უნდოდა, მაგრამ მე სხვანაირი ვარ. კი მეც თუ მაქვს პასუხისგებლობა მშობლობის, მაქსიმალურად უნდა ჩემ განვითარებაზე ვიზრუნო. და ამ განვითარებას ბავშვი ხედავს ძალიან კარგად და ბევრი ნაკლები პრობლემები აქვს მერე მას, ხო? ასე რომ ეს ფაზები, ვისაც არ აქვს მაგალითად კარგად გარკვეული, დაგუგლეთ, წაიკითხეთ მაგალითად ეს ფროიდის ფსიქოსექსუალური განვითარების ეს ერთ-ერთი ძირითადი განვითარების ფაზებზე
იქ კიდე შემდეგი ფაზები არის, მაგრამ იმას ასტროლოგიაში აღარ ვეხებით, იქ მე უკვე ცოტა ისეთ ურანული და ისეთ ნეპტუნური ენერგიები შემოდის. ეს არის ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც მთელი ცხოვრება ვცდილობთ ამ დანაკლისის აღდგენას, ამ დანაკლისის რაღაცნაირად შევსებას და მე მთელი ცხოვრება ესე ვტრიალებთ ამ დანაკლისის ისე შევსებაში, ხო, აი როგორც ფროიდზე ვამბობთ, მაგალითად მარსი ყავდა შავმთვარესთან შეერთებაში დაზიანებული და შესაბამისად აი ეს ფაზა, ორალური ფაზა და მაგალითად ფალოსური ფაზა შეიძლება მასთან გამოკვეთილი ყოფილიყო, ხომ? იქ კიდე სხვა რაღაცეებიც ჰქონდა მას, მაგრამ უბრალოდ საერთოდ როგორც წესი, რომელიღაცა დომინანტია, ცოტა რაღაცეები ყველას გვაქვს ხოლმე, მაგრამ მნიშვნელოვანი არის გამოკვეთილად რომელ ფაზაში ვართ, რომლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც ვცდილობთ და როდესაც საკვებით ვცდილობთ მაგალითად იქ იმ უსაფრთხოების დაბრუნებას და მოპოვებას. შედეგი მაინც არ არის ხოლმე, აქ უკვე თერაპიული მუშაობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენთან განსაკუთრებით როცა კეჩხებული ენერგია, კუროს ენერგია არის ნაკლებობაში, ადამიანმა საკვებით კი არ უნდა ეცადოს საკუთარ თავზე იზრუნოს. იმიტომ რომ აქ არის რაღაცნაირად დანაკლისი უნდა აღვიდგინო, ხო, რაღაცით. ან ვეწევი სიგარეტს ისტერიულად და მე უკვე ნევროტულობაში რო გადადის ეს ყველაფერი, აქ საჭირო არის რომ რაღაც ჩემ თავთან გავიდე კონტაქტში და მე გავხდე ჩემი თავის დედა. ვიზრუნო ჩემ თავზე დავინახო ჩემი ფსიქოლოგიური საჭიროებები, მაგალითად, რა მომცემს უსაფრთხოებას, რა მომცემს ემოციურ სიმშვიდეს და ამაზე ვიზრუნო. აი ეს არის თვითონ ამ თემებზე სამუშაო, ხო? და იქ თუ არის რაღაც ესეთ ფალოსურ ფაზაში გაჭედვა, აქ მნიშვნელოვანი არის გაცნობიერდეს აი სექსუალური პრობლემები, შეზღუდვები, მაგალითად, ეს აგრესიის ჩახშობა, რომ არ გადავიტანო ეს გარემოზე, ხო? ან რომ ნახო ესეთი ფიგურები, რომელიც ფრუსტრაციას მომცემენ სულ ამ სიტუაციაში. ანუ პირადი რუკა, მაგალითად, მე ასტროლოგია ძალიან კარგად მაჩვენებს იმას, რასაც ფსიქოლოგები ცდილობენ ხოლმე, რომ რაზეც მიაკვლიონ, მიხდნენ, მაგალითად, თუმცა მე ძალიან მეხმარება ფსიქოლოგია ასტროლოგიის კიდევ უფრო პრაქტიკულ გამოყენებაში. Într-o ერთი სისტემა არის ჩემი აზრით, ეს არის ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული, ადამიანის შეცნობაზე ორიენტირებული ასტროლოგია, მაგალითად და ძალიან კარგი ინსტრუმენტი არის. ახლა მაგალითად მე რომ მომიწიოს აი მე თერაპიულად ადამიანთან ურთიერთობა, ძალიან ბევრი დრო უნდა დავხარჯო, რომ ვუსმინო, ვიპოვო სად არის ეს ადამიანი გაჭედილი, ან რაში აქვს პრობლემა, შეიძლება გამოცდილება მეხმარებოდეს, რომ უკვე ცოტა ისე ხვდებოდე, მაგრამ გულახდილად რო გითხრათ, თავად ფსიქოლოგებიც კი, მე რო რუკას უყურებ, არ არიან გასულები იმ სიღრმეში, რაც რუკას შეუძლია, რომ დაინახოს ადამიანში და მანდაც ტრიალებენ და შეიძლება მიხვდნენ ერთ 60 წლის ასაკში, მაგალითად 70 წლის ასაკში ან ვერ მიხვდნენ ხო სიტყვაზე, ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ნუ აი რა ასტროლოგიური ცოდნა ძალიან კარგად გვეხმარება დავინახოთ გაცილებით შორს ადამიანი, ვიდრე მას საერთოდ შეუძლია გავიდეს და მე ეს ძალიან კარგი ის მაქვს ბონუსი, ესე რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიაში, რომ მე შემიძლია რუკის წაკითხვა, მე შემიძლია ფსიქოლოგიურად წავიკითხო რუკა და სხვათა შორის დამოვიწყდა მე თქვა და ასტროლოგიის შესწავლი კურსიც მაქვს, სადაც უკვე ფსიქოთერაპევტი იქნება ჩართული, გეშტალტ-თერაპევტი იქნება ჩართული და ამ ყველაფერზე ისიც ისაუბრებს, ოღონდ უკვე მე ასტროლოგიაზე და გეშტალტ-თერაპევტი ფსიქოლოგიურ ანალიზზე ექნება ლექციები, ასე რომ ძალიან კარგი კოლაბორაცია გვაქვს ასტროლოგს და ფსიქოლოგს და ველოდები თქვენს დაინტერესებას, ვისაც ასტროლოგიის ეს სიღრმისეული გაგება და შესწავლა გსურთ და იქ თერაპიული მიდგომაც არის ხოლმე ჩემთან, აუცილებლად ჯგუფური თერაპიაც არის, რომ გავიგოთ ასტროლოგია როგორ მუშაობს ფსიქოლოგიაში და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აი ეს მიმდინარეობა ოღონდ ისეთ სერიოზული სიღრმისეული მიმდინარეობა ასტროფსიქოლოგიის უკვე თერაპიულ როლში თვითონ უკვე დაინახონ იმათმა, ვისაც ასტროლოგები უნდათ გახდნენ, ან ასტროლოგიის უბრალოდ თავისთვის შესწავლა უნდათ, პიროვნული განვითარებისთვის უნდათ ასტროლოგიის შესწავლა, ან საკუთარ თავზე მუშაობა, ხომ, და იქვე ფსიქოლოგიური ინსტრუმენტების
შეცნობაც და შესწავლაც. ასე რომ ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს და გამიხარდება, თქო თუ იქნება ინტერესი, იმიტომ რომ მგონია საქართველოში ესეთი რაღაცები მაინც არ არის, ესეთი სიღრმისეული ინფორმაციები არ არის ასტროფსიქოლოგიაზე და ველოდები ხოლმე თქვენს კომენტარებს, თქვენს აქტიურობას YouTube-ზე და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ მეგობრებო და ველოდები ხოლმე რა დამიწეროთ კომენტარებში რა კითხვები გაქვთ ამ თემაზე მაგალითად ან მოგეწონათ თუ არა, ხო, ბოლო და წარმატებას გისურვებთ ბედნიერად.